ინგლისური სიტყვები, რომლებიც მაგრად მაბრაზებს. აი აქ არის ჩამოწერილი ეს სიტყვები. აი მაგალითად პირველი. ხომ შეიძლებოდა დაწერილიყო Wednesday, იმიტომ რომ იკითხება როგორც Wednesday. არა წერია Wednesday. შემდეგი, აი ეს სიტყვა. ვითომ უნდა იკითხებოდეს როგორც colonel, მაგრამ სინამდვილეში იკითხება უსმენთ ყურადღებით colonel. კიდევ ერთხელ ვიტყვი. colonel. მესამე სიტყვა. აი ეს ვითომ უწყინარი სიტყვა. ISO, შემეძლო წამეკითხა, ლოგიკური იქნებოდა, მაგრამ არა, იკითხება როგორც I'll. აი ეს შემდეგი საზღვარი სიტყვა კი მაგრამ აბრაზებს. აი ეს ხო rendezvous, შეიძლება წამეკითხა, მაგრამ არის rendezvous. აი ამ სიტყვის წერა სკოლის კარნახის დროს ყოველთვის მეშლებოდა. რატომ არის, ვინმე მომიხსენით, Mississippi, ამდენი S, ამდენი P. როცა არის Mississippi და აი ეს ყველაზე საზღვარი სიტყვა, რომელიც იკითხება Q და შეიძლებოდა 100-ით დამეწერა Q, მაგრამ არა, აი ამდენი ასო მიაყოლეს და მიაწებეს. მითხარით რატო?